როგორც ხედავთ, დავბრუნდი ისევ. ვემზადები ულტრამარათონისთვის, ვინც არიცით ულტრამარათონი, ანუ ახლები ვინც ხართ. ეს არის ჩემი დაგეგმილი რაღაც ორგანიზებული პროექტი, ასე რომ ვთქვათ, რომლის მონაწილე და ანუ ორგანიზატორი ვიქნები მე, ერთადერთი მონაწილე. ეს ულტრამარათონი იქნება მრავალდღიანი, მზადება მიმდინარეობს. მივდივარ პარკში რომ ვივარჯიშო, ამჯერად დღისით. წინა ვიდეო თუ მაგის წინა ვიდეო იყო ღამით ჩაწერილი. ახლა კი შემიძლია შიგნით შევიდე და უშუალოდ შიგნიდან დაგანახოთ ეს ყველაფერი. არ ვიცი ეს ტელეფონი მოძრაობის დროს როგორ იღებს, მაგრამ მართლა ლამაზი ადგილია და უნდა განახოთ. არ მოგატყუებთ, საკმაოდ ქარია და ცივა. ნუ აქ ხშირად არის ეგეთი სიტუაცია. მოდი დავუბრუნდეთ ულტრამარათონის თემას. ულტრამარათონამდე წონაში დაკლება მომიწევს. პარკში მანქანამ გაიარა და ძაღლებიც აედევნენ თან. იმედია ეს ძაღლები აქეთ არ წამოვლენ ჩემსკენ. ჩვენი 4 ფეხა მეგობრები იმედია აქეთ არ წამოვლენ. წარმოდგენა არ მაქვს ამ მანქანას რა უნდა აქ. აი კადრშიც ხედავთ, ეხა გაივლის. თქვენც კარგად დაინახეთ. ხო, რას ვამობდი? ულტრამარათონამდე წონაში დაკლებაც მომიწევს საკმაოდ თან, იმიტომ რომ არ ვარ ეხლა შესაბამის წონაში. ფეხებს დააწვევა ძალიან და სახსრების დამიზიანდება. შეიძლება ვერც შევძლო იმ მანძილზე გადაადგილდება, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ამ ფიზიკური მომზადებით და ამ წონით შეუძლებელია 352 კილომეტრის გავლა. ამიტომ ოქტომბრამდე ვემზადები ყველანაირად, რომ საკუთარ თავს იმედები არ გაუცრო. მოდი ვარჯიში დავიწყოთ. დღეს რო არ გამოსულიყავი ამ მშვენიერებას მოვაკლდებოდი. და ხო, გირჩევთ, რომ აუცილებლად თქვენც ივარჯიშოთ. არა აუცილებელი რაღაც გამოწვევებში ჩაერთოთ და რაღაცა, აი უბრალოდ ივარჯიშოთ ყოველდღიურად. ან ყოველ მეორე დღეს დამჯერეთ თავს იმაზე უფრო უკეთესად იგრძნობთ, ვიდრე ახლა გრძნობთ. ფეხები გავახუროთ. არ ვიცი ლანჯებს რამდენად გავაკეთებ, საკმაოდ კარგი ვარჯიშია ლანჯების. ანუ ჩასვლები რა. ამ შარვლით იმედია შევძლებ. არ გაჩერდეთ მეგობრებო. დათქვით ხედით. ივარჯიშეთ, ირბინეთ. სადაც არ უნდა იყოს. მშვენიერი ბუნება გვაქვს. საქართველოს ბუნებას ვერ დაუწუნებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ბუნება არის. მოვედი ვარჯიშიდან, საკმაოდ მშვენიერი დღე იყო. ნუ ვერ გადავიღე ძუნძულის ვიდეოები, რადგან არ მაქვს შესაბამისი მოწყობილობა. იმედია გამოჩნდებიან სპონსორებიც. რომ უზრუნველყონ შესაბამისი აღჭურვილობა ულტრამარათონისთვის. ჩემი წესები ასეთია, არ ვარეკლამებ თამბაქოს და ალკოჰოლს. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი თუ რა შევცვალო, რას მირჩევდით, კრიტიკა და ასე შემდეგ. მართლა კარგი დღე იყო. დროებით.